საქართველოსმა რას რატო აკეთებს, ხო, დაიჭერს თუ არა, ამაზე წავა თუ არა, ამის პროგნოზი როგორ უნდა თქვა, რომ ისე არ იკადრებს, ან ასე არ იკადრებს. ხადია შეიძლება დაიჭეროს, შეიძლება. თუმცა ის რაც ხდება ახლა, მაგას თქვენ ბევრი პროგნოზირებდა პოლიტიკოსის, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ თუ კი გაყალბდებოდა არჩევნები იქნებოდა ის სურათი, რა სურათსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო სხვათა შორის. ანუ კონკრეტულად ეს ბერკეტი იქნებოდა არა გამოყენებული ადამიანის დასაჭერად, რომ ეს ერთი წლით რო შეულა დაგიბარო, არ მოდიხარ და დაგიჭერ. ესეთი მარტივი რაღაც კონვეიერი როა მოფიქრებოდა რო არსებობს, ჯერ ეს იმხელა აბსურდია, რომ არ ვიცი, თან ხედავ რომ შეიძლება ყველას მოერგოს, რა მეც კი დამიბარო და მითხარ რომ რაღაცა იმ დროს სკოლაში დადიოდი. ხო, რაღაცნაირად ნაცურ სკოლაში ვარ დადიოდი და შეიძლება გამომცხადო, მე უნდა თქვა რომ არ მიდوار არალეგიტიმურ პალავაში და უი და დამიჭირო. ძალიან მარტივი ეგეთი ბერკეტია. 2008 წლის ომის გამოძიების დროს მაშინ რამდენი წლის იყავით ცოტა? 11 წელს. არ დაგიბარო შენს. ხო და სერიოზულად შევხედოთ ამ საკითხს, თან თვითონ ამბობ რომ ზუსტადაც და ჩემი ხელა ადამიანებისათვის და იმ დროს რო ბავშვები იყვნენ, მათთვის უნდათ რომ თელემ კამპანიას თვითონ ვაწარმოოთ, მათ ვანახოთო რა ხდებოდაო და იმ დროიდანმა ბავშვმა ესეთი მარტივი კითხვა დასვას, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ვინც ქართლისა ნაციონალური მოძრაობის სახელი პარლამენტარი იყო, თქვა ანზორ ბოლქვაძე. დღეს რომ იგზის და საგავზო კომისიას ქმნის, იქროთი წაჭერს. კაცი ყავთ აგერ ხოცი. რატო არ ეკითხებით ერთ იმას? რა მოხდა, რატო ხდებოდა, თუ მოღალატეობრივი საქციელი ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფალმა, მოღალატის ნაწილი რატო იყო და მოღალატეობის ინდულგენცია რატო არის ის რომ დღეს ბიზნესთან ხარ, ბიზნესთან ყოფნა მოღალატეობის ინდულგენცია რატო არის? გოჩაინუქიძე ხო, ამ ხელა ადამიანი ხო, რამდენი ხანია რაჭას აკონტროლებს. გოჩაინუქიძემ არ იცოდა რა ხდებოდა, როცა ეს კონფლიქტი თვითონ მის მიწას რაჭასთან იყო, ხო, ხო, იქ სამხედროსთან, მაგრამ ის კითხვა თვითონ როგორ შეიძლება დამჭერის თითის ეხლა გამოძიების ეს კაცი იყოს, ვითხოვ რა მეაინტერესებს, თან იმ ხელისუფალის ნაწილი იყო და პარლამენტარობა ამან მარტივ ამბავი ხო რა პარლამენტი არის თავარი ხელისუფალი ხო ხელისუფალი თავარი ფორმა და ამ ფორმის ნაწილი იყოს კაც ბავშვიც ხო ამას იკითხავს რომ აგერ ჩახედავს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრიც და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრიც და ხალხის ერთ და იგივეები რო არიან ოღონდ მაშინადაც ხელისუფალი იყო და ეხლა შეიცვალა და ბიზნესთან მივიდა რატო არის ეს რომელ ლოგიკაში წერია ესეთი რაღაცები ეს ხონდა გვესმოდეს თან რაღაცა და ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე წელს გაიცნო ქართულ მოცემას წელს დაება და კითხვის ნიშნები თუ მაგამდე არ იცნობდა თუ ნაციონალური მოძრაობა რო შეიცვალა მაშინაც რა რო იყვნენ მათ რო ბიზნესი ქონდა რა კითხვის ნიშნები რო არ ქონდა და მაინც და მაინც მაშინ უნდებათ ხოლმე ვიღაცასა კითხვის ნიშნების გაჩნა როცა ის ოპოზიციაში გადადის და ბიზნესთან იწყეს პოლიტიკურ დაპირისპირებას ბიზნესს ეკუთვნის თვითონ დაბარება ხო და ასეც საკითხი კი ბატონო ბიზნესაც ეკუთვნის ეგრე კახკალაძესაც ეკუთვნის იმ კამპანიებში რატო ერთობა სადაც მოღალატეობრივი ხელისუფლება იყო საერთოდ ეს რომ იცი მაგალითად ამდენი წლის განმავლობაში თვითონ მიტინგზეც აქციაზეც დასწრა ბიზნესი ყველაფერი ვიცოდი და შენ თუ იცოდი რომ ჩვენი ქვეყანა ძალიდობში ჩართეს შენ თუ იცოდი რომ შენს მიერ დანიშნული თქვა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაძეც ზეგავლენა ქონდა და მაშინ პირთა მოიგვიცოდი გავიდა დარეკა მოვიდა და ამას რომ ესაუბრები ანუ შენ თუ მზად იყავი 2020 წლამდე გეტყვებინე ანუ 2023 წლის ბოლომდე გეტყვებინე და ეხლა რატომ მოგიდა სიმართლების ლაპარაკი ან ვინ მოგცა უფლება ეს სიმართლე იცოდი და არ მითხარი მე როგორც შენი ქვეყნის მოქალაქეს თუ იცი შენ ხელისუფალმეს და არ ამბობდი თუ შენი მართლობის 12 წელი და 11 წელი ნახევარი ზად იყავი რომ ერთ-ერთზე მოგეტყუებინე და მოღალატა დანაშაულებს ეხლა საერთოდ დანაშაულებს მალავდი ანუ ოპოზიციის ხალხის დანაშაულს თუ მალავდი ეხლა დანაშაულის დამალვაზე აქვს სხვა პასუხისგებლობა ანუ შენ თუ მზად იყავი 11 წელი ნახევარი ოპოზიციონერის დაშვებული დანაშაულები დაგემალა აბა საკუთარ შაღას უზავ ხო წარმოგიდგენია ხო ლოგიკა რომელიც უნდა გაიგოს გირჩმაც ქოცმაც ნაცმაც ბავშვმაც დიდმაც ყველა დასვას ამ კონკრეტულ ძალიან მარტივ საკითხს თქვა გენდობი ყველაფერი სწორია დაიწყე იმ დეპუტატებისგან რომელიც დღეს შენი ნაწილია და აქამდე წინა ხელისუფლების ნაწილი იყვნენ თუ გინდა დღეს შენ ახალგაზრდას რამე გააგებინო და სიმართლეს ფარ დახადო ძალიან ისეთი მარტივი სიმართლეებით დავიწყოთ როგორც 6 წლის ბავშვი აუხსნი და მშობელი აი ეგრე აუხსნა დღევანდელ ახალგაზრდას როგორ ხდება რომ თუ შენ ბიზნესისტი ხარ გეპატიება ყველაფერი და თუ აღარ ხარ ბიზნესისტი ყველაზე მაგარი დამნაშავე ხდები ამ სამყაროში ვის შეიძლება აწყობდეს ახლა ამ აგვისტოს ომის გამოძიების ეს წამოჭრა როგორ ფიქრობ ანუ არის თუ არა ეს პირდაპირ ანუ ისე ხედავთ თუ არა რუსულ კვალს
ისედაც ხედავთ ეს არ არის ისეთი კითხვა, მაგრამ აი რა ტიპის არის ეს კონტაქტები, როგორ ფიქრობ, მართავს თუ არა პირდაპირ დირექტივებით, როგორ ფიქრობთ რუსეთი ეს ჩანს თუ არა, ასე ვთქვათ, ამ ტიპის გადაწყვეტილების დროს, ვის შეიძლება ახლა ამ ფონზე, მით უმეტეს უკრაინის ომის დროს, აი ამ გეოპოლიტიკური მოცემულობის დროს, როდესაც რუსეთი ასეთ საფრთხეს წარმოადგენს, ხო, ევროპა ამაზე საუბრობს, აი უცებ საქართველოში იქნება კომისია, რომელიც იწყებს აგვისტოს ომის გამოძიებას. ჩვენ ყველა ძალიან მარტივად გვესმის, რომ ზოგადად ხელისუფლება არის დიდი პასუხისგებლობა და ყველა ხელისუფალი წინარესთან მიმართებაში არის პასუხისგებლობა, რომ ქვეყანა არის რაღაცნაირი გეთი უწყვეტი დროში ერთობა და შენ რო ვიღაცა მასშტაბი ხელისუფალი არ მოგწევს და ამის გამო მზად ხარ ქვეყანა გადააყოლო და ომში საკუთარი ქვეყნის პასუხისგებლობები ეძებო რა ქვეყანამ დაიწყო და შენი თავი დაადანაშაულო ეს შენს მომავალთანაც ძალიან დიდი ღალატი არის შენს წასვლასა და აწყმოს და ჯერ ესეთი არ შეიძლება ქვეყანამ საკუთარი ომები, რაც აქ გადატანილი ეს ტრამები, რომელიმე პარტიამდე დაიყვანოს. ეს არის ქვეყნის ადამიანების დიდი პრობლემა, სადაც როცა ადამიანმა იქ საკუთარი სიცოცხლე გაწირა, იქ რომელიმე პარტიისთვის კი არ გაწირა. იმას საკუთარი სიცოცხლე მის რაღაც ქვეყნისთვის გაწირა და ამ იდეას გაწირა და ბოლო წამემდე მაგას ფიქრობდა, რომ ამას შვებოდა და არ შეიძლება ამის ესე გაბაიბურება, რომ კვენა მიეჩვია იმას, რომ ქვეყნის პირველი, მეორე და მესამე პირები ჩვენი ქვეყნის გადატანილი ომის 2008 წელს ესე მარტივად საუბრობდნენ. ხო, წლების წინ გაგვიგო ძალიან შეგვაწუხებდა და დღეს თითქოს ამას მივეჩვით, რომ ჩვენ ყოველთვის გვესმის, რომ ისტორიულად რუსეთთან მიმართებაში ომთან ყოველთვის რუსეთი ცდილობს აქ პროპაგანდა აწარმოოს, რომ შენი პასუხისგებლობა გაპოვნინოს. აი, გაუპატიურება რომ მოხდება ხოლმე, ან ფემინიციდი რომ მოხდება ხოლმე და ქარს რომ მოკლავენ ხოლმე და რაღაცები რომ გამოჩნდებიან, რომ ისეც მოკლება ეცვა, გააღიზიანა, ცუდად ელაპარაკო, რამდენს რომ ხვდები, რომ დამნაშავის გამართლება უნდა ყველანაირად. ეგეთ დღეში ჩავარდნილ ხელისუფლებას ეხლა ამ წამს უყურებთ, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ აი ამ ქვეყანას უპოვოს რაიმე ტიპის, შენ მიქარეთ, თორე რუსეთი ისე ამას არიზავდა. ისტორიას იმიტომ აქაზე რომ მისგან ჭკუა ვისწავლოთ. ჩვენ ვიცით რომ რუსეთთან მიმართებაში ქონია ყველანაირი ტიპის პოლიტიკა. ქონია რომ ძალიანაც უახლოვია ამ ქვეყანაში რაღაც მმართველებს, ძალიანაც შედარებით რაღაცა პირიქით დაციებული ურთიერთობა. ისეთიც ასეთი საბჭოთა კავშირის, რავი, საგარეო მინისტრი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და იმას რომ რუსეთთან დალაგება ესმოდა და ყველაფერი ეგრე უნდა, მაგრამ მის დროს დაკარგეთ ტერიტორიული მთლიანობა. როცა შენ მტერი ყავს, აქეთ არ არის რაღაც ბევრი სათამაშო, თქო რა ამან ესე მოიქცა, ისე მოიქცა, ან ის გიშველი და ან ის არ გიშველი და არ შეიძლება როცა ყავს ესეთი მტერი და მტერი გიპროს და მარტო შენ კი არ გიპროს, აგერ სხვა ქვეყნებსაც იპყრობს, რომ ამის ფონზე ხა ჩვენ დაკავებული ვიყოთ იმით, რომ ის ტრამები რა ჩვენ გვაქვს, რატომ იყო ხა ეს ჩვენი ბრალი და რატო არ ყოფილა, ხა ეს ხა რუსეთის გარდა რა ვიცი, დავშეხვედოთ ბოლო წლებს, ვინ არის რუსეთის გარდა მაქებარი ამ სიტუაციის. ცხადია იმას მოწონს, ხო? ის თulis რომ მისი პროპაგანდის გამღვიებელია ესეთი საკითხები. ვიღა დაგილაპარაკება აწი სერიოზულად ესეთ ამბებზე, რაც ხედავს რომ ეს ქვეყანა თვითონ ეძებს საკუთარ თავში, რატომ მოხდა ეს კონფლიქტი, რატო არის ის ამომზე პასუხისგებელი და დავივიწყოთ, არავის სხვა ქვეყანა არ მოიკითხავს იმ დროს რა პარტია იყო და მე რა პარტია. უყურებენ ქვეყანას. ისტორიაც არ შეხედავ ეგრეს, რომ შევინე პარტია არ მოგწონდა და იმაზე გინდა მიაწებო, რომ ომი მისი იყო და რაღაცა შთობა ჩემია. ყველაფერი არის ქვეყნის ადამიანების და არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ესე გაბაიბურება, იმიტომ რომ ვიღაცის მოგიშყე პარტიაში არსებობს. კი ბატონო, მადლობა ირაკლისაც მინდა ვკითხო.